ამ ნეირო ალგორითმს, რომელსაც ახლა ვხატავ, ქვია განზრახვა. აქ თავიდან ვწერთ 2 წუთში თემის აქტივაციას ვაკეთებთ, 20 სიტყვას ვწერთ, ჩამოწერთ დადებითი უარყოფითი სიტყვები, რაც გაგახსენდებათ თემის გარშემო ასოციაციები, ყველაფერს დაინიშნეთ დრო და აუცილებლად 2 წუთში უნდა იყოს ეს გაკეთებული და მერე უკვე ვიწყებთ ხატვას. ალგორითმში შუაში იხატება ძირითადი ხაზები. შეგიძლიათ ისე გაკეთეთ, როგორც მე, შეგიძლიათ მხოლოდ ესე ცალ-ცალკე, შეგიძლიათ ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, მოკლედ მიმართულებაც თქვენ უნდა აირჩიოთ. შემდგომ უკვე გადაკვეთის ადგილები, სადაც არის ბევრი, აი სადაც ამჩნევთ, რომ დააგროვდა ენერგეტიკულად ბევრი გადაკვეთა, შემოხაზავთ და ჩასვავთ ამ ადგილებს წრეებში. რამოდენიმე წრე გამოგივათ სავარაუდოდ, როგორც ჩემთან 4 შეიძლება 5 იყოს, მაგრამ არ მგონია მეტი. ამ წრეებს როგორც კი დახატავთ, შიგნით ეგრევე დაიწყეთ მომგვალება, ნეიროგრაფირება ნამუშევრის, ანუ კუთხეების მორბილება, მომგვალება. შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ კიდე ხაზები, თუ გრძნობთ, რომ არის საჭირო და უკვე გადადიხართ ფერზე. ფერებს ვირჩევთ ჩვენი ხასიათის და განწყობის მიხედვით და აქ მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს არის, რომ მინიმუმ 2 უჯრედი ერთ ფერში უნდა გქონდეთ გაფერადებული. ხატის დაახლოებით 20% შეგიძლიათ დატოვოთ თეთრ ფერშიც, იმიტომ რომ თეთრიც რა თქმა უნდა ფერია. შემდეგ ვავლებთ სქელ ხაზს. ეს არის სამყაროს ენერგიის ხაზი, რომელიც შემოგვაქვს, ეს არის ძირითადი ხაზი, რომელიც ისიდავს ჩვენს განზრახვაში ძალიან დიდ ენერგიას და ასევე ვირჩევთ ფიქსაციის ფიგურას. ფიქსაციის ფიგურასაც გამოვყოფთ ისევე როგორც ძირითად ხაზს და აქაც აუცილებლად ვამგვალებთ გადაკვეთის ადგილებს, რაც წარმოიშვება. გისურვებთ თქვენი მიზნების სწრაფად, თქვენთვისაც სასიკეთოდ და მარტივად განხორციელებას.